მოგესალმებით სარდინიიდან, მეგობრებო. არის ასეთი კუნძული, არ გეცოდინებათ, თქვენ ცოტა გაუნათლებელი ხალხი ხართ. ჩამოვედით ჭადრაკის ტურნირზე. საჭადრაკო კლუბი უჯარი მოდი ისევ შეიკრიბა და ისევ ერთად ვართ საერთაშორისო ოსტატი, ნოდარ ლორდკიპანიძე, მაესტრო ინტერნაციონალე. ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე 2025 წელს ზურაბ გონგლიაშვილი და ჯავახაძეების მეორე დაფა თქვენი მონამორჩილი გიორგი ჯავახაძე. ჩვენ ისევ ერთად ვართ, ჩამოვედით ძალიან მაგარ ტურნირზე, მეცაც გეტყვით ისეთ მაგარ ტურნირზე, სადაც არაფერი გვესაქმება, მაგრამ ჩვენ მაინც ჩამოვედით. ავი საქმეთ, ავი. ფეხბურთის ენაზე რო გითხრათ, ვიმყოფებით ტურნირზე, სადაც ჩამოსულები არიან ლონდონის არსენალი, ჩელსი, ატლეტიკო, ეგეთი ხალხი თამაშობს ამ ტურნირზე და ჩვენც. ამიტომ ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ ჩვენგან, მაგრამ მაგარ ხედებს შემოგთავაზებთ ულამაზეს ზღვას, კარგ საჭმელებს და 1-2 პარტიასაც მოვიგებთ. ალბათ უნდა. არა, ალბათ რა, ერთ-ორს როგორ არ მოვიგებთ. ტურნირის დეტალებს, საბრიზო ფონდს, ვინ თამაშობს, რატო თამაშობს, ვინ რამდენს მოვიგებთ, ყველაფერს ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ეხლა ჭადრაკით ცოტა არ გვაინტერესებს. ვიმყოფებით ქალაქ ოროსეიში, პაწაწინა ქალაქში. არ გეტყვით რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კიდევ 1300 კაცი თუ გამოიწერთ ჩემს არხს, სამჯერ მეტი გამომწერი გვეყოლება ჩვენ, ვიდრე ამ ქალაქის მოსახლეობა არის. წყნარი მშვიდი ლამაზი, ვიწრო ქუჩები, კუსკუსა, გამორჩეული არის საოცარი სანაპიროებით. ივლისი-აგვისტო გუგუნებს აქ და ძირითადად ესეთი ქალაქია რა. აი კინოებში რო გვინახავს შუა საუკუნეების ევროპა ეგეთი. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ევრო რემონტი გააკეთეს და ცოტა სხვა ის შემოიტანეს. ეს არის ევრო რემონტი რო გაინტერესებდეთ. ხო და თვითონ ქალაქში ეხლა ძალიან ბევრი რაღაც არ არის, რაც შეიძლება გაჩვენოთ. მაგრამ საინტერესო ქალაქია. იცნობენ იმით, რომ ძალიან ბევრი ეკლესიაა ამ ქალაქში. 20-ზე მეტი ეკლესიაა ამ 7000-იან ქალაქში. ოროსეიში ქუჩები იყოფა ორ ნაწილად. პირველი, რომელშიც შევეტევი და მეორე, რომელშიც ვერ შევეტევი. წამო იმ ქუჩაზე გავიდეთ, რომელშიც შევეტევი. შესუნთქვის გარეშე ჩვეულებრივად, უპრობლემოდ. აქ ცოტა ხანი შეიძლება მანქანამაც გამოიარა. არ აქვს მნიშვნელობა ქუჩა რამდენად ვიწროა. ოროსეიში მანქანა ყველგან გაივლის. მე-16 საუკუნიდან უკვე ეკონომიკის განვითარებასთან ერთად აუცილებელი გახდა ფართე ქუჩების გაკეთება და ამ პერიოდის მანქანები გიჟებივით დადიან ძმაო. როგორც ხედავთ, ამ ქუჩაზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კიდევ კარგი რომ აკრძალეს, თორე აქ იქნებოდა პარიზი. ვერ გადახვიდოდი აქ. პატიკო. ამ ხელა კაქტუსი გინახავს? ბიჭო, მე მგონი ეს იყო ძველი კომპიუტერები რო იყოს პირველი. ერთ ოთახში რო, თელი ოთახი რო იყო. მაგასთან დადებული არის ეს არა. ეს სხვათა შორის ის ქუჩაა, ყველა ტრანსპორტის მოძრაობა რო აკრძალული არის. ხო, როგორც გქონდა, აჰა, თურმე რატო არის? შეიძლება ამიტომ ამას ვარ შეერჭო. ძალიან საყვარელი და კუსკუსა ქალაქია, მაგრამ პატარა მაქვს. გიჭაე? რაღაცა წამო ცოტა ისეთ ქალაქში გადავიდეთ. დიდი ზომები არა აქვთ რამე? აი სანაპირო მაქვს. ხო რა, არა, კაია, ცუდი კი არ არის, მაგრამ მიჭერს ცოტა პატარა.
ეს არის ოროსეის უნიშნელოვანესი ისტორიული ძეგლი, უძველესი, ერთ-ერთი უძველესი შენობა, ძალიან საინტერესო. მე ხა ეს დღეები ცოტა დიეტას დავიცა პატარა და მე შევალ და განახებთ ყველაფერს. ხა დღეს ესე ვერ შევეტევი და მე ერთი კვირა მაცადეთ, ერთი კვირა მომეცით და შევალ ფორმაში ცოტა და ეს არის მე-13 საუკუნის, დაახლოებით მე-13 საუკუნის საპატიმრო სარდინიაზე. სავარაუდოდ ჩემი აზრია, აქ მეცნიერები შეიძლება არ დამეთანხმουν, ეს არის მე-13 საუკუნის საპატიმრო, ოღონდ ბავშვების. იმიტომ რომ არ ამგონია ხა აქ დასრული დამნაშავე მოიყვანო აქ და დასაჯო, გაგიჭირდება ჩემი აზრით, მაგრამ ეს ძეგლი შესაძლოა გვეუბნებოდეს რომ ვინც ვერ შეეტევა, იმათ თავს მოვჭრით და ნაწილ-ნაწილ შევიტანთ რა. როგორც ვთქვი, შუა საუკუნეების ადამიანები მაინც და მაინც მაღლები არ იყვნენ. ეს კუნძული ყოველთვის იზიდავდა დამპყრობლებს. ხან მავრების მიერ იყო დაპყრობილი, ხან ესპანელების მიერ იყო დაპყრობილი. ყველას უნდა დაქაურობა. აი ოროსეის ისტორიაში ორი მთავარი ბრძოლა რა სადაც მოხდა, იყო ერთი აქ 7-7-ზე, ეს იყო აი ნამდვილი სისხლის ზღვრა და მეორე წერტილი არის, აი აქ მოხდა მერე 100 წლის მერე, აი აქ იყო ერთი კიდე უზარმაზარი ბრძოლა. აქაც არ ვიცი იმ ქვასთან, არ ვიცი. შეაწყდნენ 18 კაცი ერთმანეთს. 18? გააწყდა ყველა ორივე არმია, ამბის მომტანიც აღარ დარჩა არავინ და ძალიან რთული იყო ამ ქალაქის აღება ხა ამ ვიწრო ადგილებში რა, რომ აქ ეხა 16 კაცის გაშლას ეხუმრები შენ. ხო რა, აი აქამდე მარტივად მოდიოდა მტერი, მაგრამ ამის იქეთ იყო ჯოჯოხეთი რა, ამის იქეთ. და ამიტომ ოროსეი ყოველთვის აქ ეხა აქ უკვე აქ კავალერიაც იშლებოდა და ყველაფერი რა, მაგრამ აი ეს იყო, ასე ვთქვათ, აქ თუ შეიტყუებდი მტერს, აქამდე მოსული ბევრი უნახავს ოროსეის, აქედან წასული ძალიან ცოტა რა. ოროსეის თავარი. მეგობრებო, ეს ტერიტორია არის სოფლიოში ცნობილი ულამაზესი პლაჟებით, აი სოფლიოში საუკეთესო პლაჟებია. მაგრამ თუ ჩვენ ტურნირის გამო ვერ მოვახერხეთ, მანდ გასვლა და ვერ შემოგთავაზეთ ვერაფერი, იცოდეთ რომ აი ესეთია დაახლოებით რა, აი ულამაზესი. დაიწყო ნერვიულობა. მოვიდა ტურნირის დღე. მოდი მოკლედ გეტყვით, რა დონის ტურნირზე ვართ ჩამოსული და რა გვესაქმება აქ. ძალიან ტოპ ტურნირი არის. სამი დივიზიონია: A, B, C. Maestro Internazionale თამაშობს A-ში, იმიტომ რომ 2000-დან მაღალი რეიტინგის მქონე თამაშეებს შეუძლიათ. მე და ზურა ვართ B-ში. ზურა არის B დივიზიონის პირველი დაფა, პირველ ტურში, იმიტომ რომ 1998 აქვს რეიტინგი და 2-ით და უკვე A-ში უნდა გადავიდეს რა. დიდი იმედი მაქვს, რომ B-ში ეს ზურას პირველი ტურნირი იქნება. A-ში ჩამოსული არიან, როგორ გითხრათ, ადამიანი, რომელიც სოფლიო ჩემპიონი იქნებოდა, რომ არა მაგნუს კალსენი მაგალითად და დინგლირენი. იან ნეპომნიაში, რომელიც ორჯერ იყო ESM სოფლიო ჩემპიონობასთან და უბრალოდ ცოტა დააკლდა რა. 40-მდე დიდო სტატია, ხო? კი. მე ვარ 52 ნომერი რა ტურნირში. Title Tuesdays-ს არ ვარ ხოლმე 52 ნომერი. საპრიზო ფონდი არის 50,000 ევრო. გადანაწილებული უამრავ ადგილზე, A-შიც, B-შიც, C-შიც. შეგვიძლია ჩვენ წავიდეთ ისეთ ტურნირებზე, სადაც მოვიგებთ ყველაფერს მაღალი ალბათობით. რამდენიმე თქვათ ერთხელ თუ არა, მეორედ ან მესამედ მაინც მოვიგებთ რა. მაგრამ მე ეს პროექტი რისთვის დავიწყეთ, გავიხსენოთ, მოდი რა, გვინდა ჭადრაკის პოპულარიზაცია, ხო? და მოვანდომოთ ადამიანებს თამაში. უკვე მოვანდომეთ ბევრს ამ ტურნირზე, ჩვენს გარდა კიდევ რამდენიმე ქართველია. თუ მოინდომებენ, გაგაცნობთ კიდეც მაგ ადამიანებს. ნელ-ნელა უფრო მეტ ადამიანს უნდება ჭადრაკის თამაში. ბევრი შეტყობინება მივიღე პირაჩი, რომ რაღაცა ჩესკომზე დავრეგისტრირდი, 400 მაქვს რეიტინგი და 700-ზე როგორ ავიდე. იგივენაირად ნოდარი იღებს შეტყობინებებს. ამიტომ ჩვენ აქ არ გვაქვს კონკრეტული ამბიცია, არანაირი ვერც გვექნება. პირდაპირ რომ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მინდა გაჩვენოთ ესეთი ტოპ ტურნირები. რომ ჭადრაკით შეიძლება სიამოვნების მიღება, საინტერესო ადგილების ნახვა
ცოტა ფუფუნება. ჩემი აზრით ფუფუნება არის აუცილებელი. აი ნოდარი მაგალითად ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ როდესაც არ ხარ აქტიური მოჭადრაკე, არ მეცადინეობა, არ ვარჯიშობ და ამ დონის ტურნეზე ჩამოდიხარ, შენი რეპუტაციისთვის რისკია. მაგრამ მე სულ მაგას უმეორებ, რომ ჩვენი მიზანი ამ კონკრეტულ ვიდეოებში არის ადამიანებს შევაყვაროთ ჭადრაკი. და ამიტომ თავის რეპუტაციას ცოტათი სასწორზე დებს ხოლმე. ისთვისაც მადლობა ნოდარს. მაგრამ ისეთი ნიჭიერი კაცია, დარწმუნებული ვარ, რომ უვარჯიშებელ მომზადებელიც ბევრ ლამაზ პარტიას ჩაატარა. რაღაცას ნელ-ნელა ეშხში შევალ იმედი მაქვს რა. თავიდან ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ბოლოს რაღაცების იმედი მაქვს, ხო ძალიან სიცხვილს ავჭამდა. ჩვენ აქ ჩამოვედით, იმიტომ რომ გაჩვენოთ როგორია ტოპ ტურნირი. და გავერთოთ კიდე. გავერთოთ და ბავშვებმა მოინდომონ, რომ მე თუ კარგი მოჭადრაკე გავხდები, აი ესეთ ტურნირებზე მოხვდები. ჩვენ მოხვდით აქ, იმიტომ რომ მივწერეთ რომ იუთუბერები ვართ და ჩამოდით და თორე ჩვენი რეიტინგით აქ იმ ღობის იქეთ არ გადმოგვიშვებდნენ. ჩამოდით ინტერნეტის გექნებათო, კაი ბინას მოგცეთო. ტურნირი დაიწყო წუთიერი დუმილით, რომელიც მიეძღვნა იტალიელ ფორმულა 1-ის მრბოლელ ალექს ძანარდის, რომელიც 1 მაისს გარდაიცვალა. Grazie Alex anche per tutti i suoi sportività. And with this, I officially declare the tournament open. White makes the first move. Enjoy the games. Con questo dichiaro ufficialmente aperto il torneo e bianco e moto. Buon gioco. მეგობრებო, დააკვირდით რამ ხელა მნიშვნელობა აქვს ჭადრაკში ცენტრის კონტროლს. თანაბარი პოზიციაა, ერთ შეცდომას უშვებს მოწინააღმდეგე, შემდეგ E4, E5 ცენტრს იკავებს ზურა და პარტია ფაქტობრივად სრულდება. 7 კაი ამბავი მაქვს. 7 ქართველი, 7 გამარჯვება. მე-7 კაცი არ ყავს კადრში, იმიტომ რომ გამოვჩდები თუ მოვიგებო ჩემპიონატსო რა. მე კიდე მგონია რომ ჩვენ 7 კაი ამბავი აღარ გვექნება, ამიტომ ყველა უნდა გამოვჩდეთ. კაი, უცებ აბა, სახელები უთხარით ხალხს. თორნიკე. ნოდარი, ხო? ზუზურა. ლუკა. ნოდარი. შოთა. დაიმახსოვრეთ ახლა, აქ ორი არასწორი პასუხი იყო და თქვენ უნდა დაალაგოთ. სწორად. მოკლედ ახლა არ დავიწყებთ ვინ როგორ ვითამაშეთ რაღაცა, პირველი ტურისთვის ნორმალურად ვითამაშეთ. დანარჩენს მოგიყვებით ნელ-ნელა. გამარჯობა. წავედით მეორე ტურისკენ. დღევანდელი დღე ცოტა უსიამოვნოდ დაიწყო. მოიღრუბლა, ამინდი გაფუჭდა. ნოდარი გაგვიცივდა, სიცხე აქვს. წყალი ვიყიდეთ, გაზიანი აღმოჩნდა. აპარტამენტის შამპუნმა ცოცხად გადამიქცია თავი. არაფერი კარგად არ მიდის დღეს, ამიტომ რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ ეს დღე და მე მაქვს იდეა რომ კარგად ვითამაშოთ და გამოვასწოროთ. კარგია, სადოთ ხო ეხა შენ საუკეთესოდ თუნდაც საუკეთესო მდგომარეობაში იყო ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მოგებას მაინც არ მოგთხოვდით ეხა 2600-იან გრანდმასტერთან კასენსაც ვერ ეტყვირო თუ არ მოუგებ გაგიხევს სახეს. ხო და ამიტომ შენგან ვითხოვ ბოლომდე ბრძოლას რა და მე არ მაქვს სხვათა შორის ცუდი წინაგრძნობა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით. რა გეგმა გაქვს? რას მიდიხარ პირველ სვლას? ბიჭო, ძალიან რთული მოსამზადებელია რა, ანუ ყველაფერს თამაშობს ადამიანი, რა, სიცილიურს, კლასიკურ E4, E5-ს, ფრანგულს, გაცვლით და არა გაცვლით. პლუს ფილმებსაც მოდის, მოკლედ ყველაფერი შეიძლება რომ ითამაშოს და ზურა პირველ დაფაზეა.
და იმედია პირველ დაფაზე დარჩება ბოლო ტურამდე. წავედით ახლა. აბა თქვენიც წარმატებით. ეს იყო ამ ტურნირზე ჩემი საუკეთესო პარტია, სულ ასე რომ თამაშობდე, დიდო სტატი ვიქნებოდი. აქ მოწინააღმდეგე მოკლა პაიკი E5-ზე, რის შემდეგაც დაიწყო მისი განადგურება. საუკეთესო სლავი თამაშე. შემდეგ ჩავიდა მხედარი G7-ზე, მოვკალი კუ, მოკლა E4-ზე, შევუტიე, გააკეთა როქი. ისევ უტევ ლაზიერის დაჭერასაც ვემუქრები, მოკლა პაიკი G4-ზე და აქ გავაკეთე გენიალური სვლა პაიკი H5-ზე. აქ მქონდა დათვლილი შემდეგი რამ. თუ კი მოწინააღმდეგე მოკლავდა ამ პაიკს, შევწირავდი ეტლს, შემდეგ შევწირავდი კიდევ ერთ ფიგურას, შემდეგ ქიში, კიდევ ერთი ქიში და ულამაზესი შამათი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ სამწუხაროდ მოწინააღმდეგემ არ მიიღო ჩემი შემოთავაზება, რომ ულამაზესად ჩამესვა შამათი და ითამაშა ჩვეულებრივად და ჩვეულებრივად მოვიგე ეს პარტია ულამაზესი შამათის გარეშე. კარგი ამბებიც მაქვს, დასანანი ამბებიც მაქვს, გოლდასაწყვეტი ამბებიც მაქვს, ყველაფერი მაქვს. მე მოვიგე, სურამაც მოიგო. ჩვენმა მეგობრებმაც მოიგეს. ნოდარმა სახე გააძრო. გრანდმასტერს 2600-იანს, აი სახე გააძრო, 2-0 ქონდა უპირატესობა რაღაც მომენტში, მაგრამ ბოლოს ძალიან შეცდომა დაუშვა. ყაიმი არ გაუკეთოთ ანუ. ხო, ის ეხვეწებოდა ყაიმს, ეს არ უკეთებდა ყაიმს და მე დასვა და ძალიან ბავშვური შეცდომა დაუშვა, მაგრამ აი ამდენი საათი ეხა სიცხიანი, გამოფიტული რაღაცა, მაგიტო გულშემატკივრობდი, რომ ყაიმზე დათანხმებულიყო რა, რომ გძნობდი, რომ სადღაც ჯანმრთელობის გამო შეიძლება და ეს მომხდარიყო, მაგრამ არა უშავს რა, აი ამ პარტიით ძალიან დონე დადო ნოდარმა რა. მეგონი რომ მომავალში გამოასწორებს. აი ხვალ თუ ჯანმრთელად იქნება, დღეს მივაყრით წამლებს და ნახოთ რა. შენ რა შვები, აბა მოყვევი? რავი, მე სტანდარტულად მეგონა რომ ცუდად ვითამაშე, მაგრამ გამოვედი და მშვენიერი პარტია ჩამიტარებია. პირველი ხაზები ყოფილა. ერთი კრიტიკული მომენტი იყო, სადაც ნახევარი საათი ვიფიქრე. ხანდახან სამი პარტია გადის ისე რომ ჯამში არ მაქვს მაგდენი ნაფიქრი, მაგრამ კრიტიკულ მომენტში დავფიქრდი და ერთადერთი და პირველი ხაზი სვლა გავაკეთე. შეიძლება ხვალ ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს? შეიძლება კი, აბა რა. ამანებოს თავი ამანე. გადადი ბიძია A დივიზიონში და ითამაშე. ეგ რა გინდა ამ სუკან იუთუბერებში. აი ჩემთან ერთად რატო თამაშობ ჩემს დივიზიონში? რატო რა გესაქვე? არ წხვენია რომ ჩემთან ერთად თამაშობ. ნოდარი მეუბნებოდა გუშინ 1998 ხომ მქონდა და გუშინ პირველი პარტია რომ მოვიგე 6 მომემატა 2000 გადავწვდი live rating-ში. ისტორიული მომენტი მეგობრებო. ხო და ნოდარმა მისხრა რომ ხვალ რომ მოგადგენენო და აბა წამოდაშიო და live rating-ში ზურა გადაცდა ცხოვრებაში პირველად 2000 და ამ წუთას კიდე ერთი დავამატე მოგებოთან ახლა და კიდე უფრო გადაცდა ამ წუთას ზურას რეიტინგი და კალსენის რეიტინგი ორივე ორიანით იწყება. დიახ. გენიალური დროებით. სალამი. ყვაველების ფონზე რაღაცა ცოტა უხერხულე ხო არ არის, ემხელა კაცები რომ ყვაველების ფონზე ვდგავართ, მაგრამ არაფერი პროსტა ლამაზი ხედი იყო და მაკონჩი დავდე. დილის კარგი იუმორი. დღეს გვაქვს ძიმე დღე, ორი ტური გვაქვს სათამაშო. და დღეს თუ გადავრჩით, კარგი შედეგებით გამოვედით, მერე უკვე რაღაც ამბიციებზე დაგელაპარაკებით, მერე რა იქნება და როგორ იქნება. ნოდარ, გაცოცხლდი? რა ვიცი, შენი აზრით ეს ხმა ისე ვიგივე მაქვს და ცოტა უკეთესობა გაქვს გუშინდელთან შედარებით. კი, თან არა რა. ცხვირში უფრო დაგუბებული ვარ და უფრო დაღილულად გზნობ თავს, თუმცა აღარ მტეხავს და რაღაცა კუთხით ხოძე ვარ და. ხო გვაჩვენებ დღეს ძლიერ მენტალიტეტს. ვეცდები, მაქსიმალურად. აბა შენის ლოგიკა. შენ რას აპირებ? მოგებას. მოკლედ. აუზია სათვალე ვაფშე ღია აქვს თვალე. ვარცი.
წავედით. დილის პარტია ვითამაშე ძალიან ცუდად, ვერ გავიღვიძე წესიერად, წავაგე, მაგრამ სამაგიეროდ მოიგო ნოდარმა, ზურამ ხაიმი გააკეთა, ასევე C ლიგაში 3-დან 3 მოგება გაუხდა ლუკას. ნოდარი შეხვდა კანადელ იუთუბერს, რომელსაც 300,000-მდე გამომწერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს კანადაში, მაგრამ მოიგო ნოდარმა, ამიტომ ნოდარის არხიც გამოიწერეთ. ამ პარტიაში მომეწონა ის, რომ მოვიგე მშვიდად წნარად, ნელ-ნელა გავზარდე წნეხი მოწინააღმდეგეზე, შევავიწროვე არ მივეცი ფიგურების განვითარების საშუალება. როგორც წესი ასეთ პარტიებს ვერ ვიგებ ხოლმე, მე სადმე რამე თუ არ შევწირე, ავტეხე ცივილკივილი ისევე ვთამაშობ. აქ მოხდა პირველად, რომ სტრატეგიულად ვითამაშე მშვიდად წნარად და მოვიგე. კარგი დღე გამოვიდა, მეგობრებო. დღეს იყო უმძიმესი დღე, ორი პარტია. მე ერთი მოვიგე, ერთი წავაგე, ნოდარმა ორივე მოიგო, დანარჩენებმა ყველამ თითო მოგება და ერთი ყაიმი. ანუ იდეალურად გადავაგორეთ ჯოჯოხეთური დღე. მე იმიტომ წავაგე, რომ დილით თამაში არ შემიძლია, ვერ ვიღვიძებ და ვერ ვაზროვნებ. არ შეიძლება ჩემი დილით თამაში არ შეიძლება. ექიმა ამიგრძალა დილით ადრე ადგომა. შენო 2-ზე ადრე არ ადგეო, საერთოდ. სიზარმაცე შეინარჩუნე. ხო, ამიტომ დილით ვითამაში ალბათ როგორ გითხრათ, სიზუსტე მქონდა ალბათ 60% მართლა და საღამოს 95%. მანდ გამოჩნდა რომ სპორტსმენი არ ვარ რა, ეხა არ ვარ რა ვქნა ეხა. რაც არ ვარ. მაგრამ ერთი კაი ამბავი მაქვს რა. ძალიან მიყვარს ხოლმე რომ წვნელის მითითებას ვასრულებ და ვიგებ რა. ერთხელ ერთმა დიდმა წვნელმა ნოდარ ლორდკიფანიძემ მითხრა რომ გიორგიო ადამიანსო არ შეუძლიაო დიდხანს გაძლოს ნეხვშიო. და თუო მოწინააღმდეგე არის ნეხვშიო, დაანებე თავიო. ნუ იმაიმუნებო, ნუ რაფერ შეწირა, ნუ რაფერს გაცვლი. ნელ-ნელა მიყევი და დიდხანს ნეხვში ვერ გადარჩებაო რა და ეგრე ვითამაშე ბოლო პარტია ნელ-ნელა რო დამნებდა. ისეთ პოზიციაში დამნებდა რომ პაიკიც კი არ მყავდა ზედმეტი. არაფერი არ მქონდა ზედმეტი ისეთ პოზიციაში დამნებდა რა და მადლობა ნოდა რა მე შენს უგისმენ და კაი კაცი ხარ. რა მეკითხარი, ნეხვი არ იყო. ნეხვი არ იყო მეთქს ხო რა მეკითხარი რა. არა. ძნერი? ხო. არ მოისმენა მანამ ათქმევინა. აბა მეგობრებო, რაც არ უნდა იყოს, საქართველოს დროშით გამოვდივართ ამ ტურნირზე. კი, ცოტა გასართობად, ცოტა სამაიმუნოდ ვართ ჩამოსული, მაგრამ რო დაჯდებით დაფასთან და გვერდით საქართველოს დროშა არის დადებული, მაინც გინდა არ გინდა სერიოზულად უდგები უკვე საქმეს და ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს! ბიჭო, ველოსიპედის ქირაობა გვინდოდა. უბრალოდ ვიქირავეთ, მაგრამ მივედით და დაკეტილი იყო და ეწერა რომ პირველის ნახევრიდან 5 საათამდე აქვს შესვენება. 4 საათიანი შესვენება, გაგიგია? ეგ ჩემი აზრით 4 საათიანი შესვენება არის უკვე part-time job-ი არის, არა? მე მაგალითად მქონია ისეთი წელი, როდესაც 4 საათით არ გავსულვარ შვებულებაში, რა. ესე ყოველ დღე ისე დაურეკეთ იმ ქალს, რომ ქალბატონო, ჩვენ ცოტა ღარიბი ქვეყნიდან ვართ და ჩვენ ესე 4 საათით ვერ გავდივარ შვებულებაში და თუ შეიძლება რომ მოდით და მოგვაქირავეთ თქო რა. კაიო მეგობარს გამოუშვებო და ვიღაცა კაცი მოვიდა და მოგვაქირავა რა. იმიტომ რომ ეხა 5-მდე ვერ დაველოდებოდით რა. ამათი მდიდარი კარგი სტრაკი მოვხადე.
პატიკო. იცი სათვალე როგორ დავითრიე შემთხვევით სრულიად. ძალიან კარგი სათვალე. მეგობრისაა რა. ხო და რაღაცაზე ვფიქრობდი და ესე ვქენი რა. ხო, კაი, შენი იყოს ჩუქნი. და ეხა მაქვს სათვალე საკმაოდ ძვირიანი რა და. ერთი იდეა მაქვს. მათხოვე შენი ტელეფონი. გადიაგედა. ვაფშე, ეცა იმანქანასთან მივიდე. გადამიჭრეს ბოზებმა. ჩემზე მსუქანმაც გამასწრო და ჩემზე გამხდარმაც. რითი აუხსნა აზრი არა. ანუ რაღაცა ლოგიკა დავიჭერდი რა. მარტო ნოდარს რო გაესწრო, იტყოდი რომ გამხდარია და წონით მომ. როგორ ჩანს? უნდა ვისწავლოთ. პრობლემა უფრო ჩემშია. ვახ შენი დედოს. აუ კამერა კიდე კაი. მეხუთე ტურში ვითამაშე ძალიან ცუდად, წავაგე. სამაგიეროდ ლუკა მოიგო და 5-დან 5 მოგება აქვს C-ში. ზურა და შოთა შეხვდნენ ერთმანეთს, ორივეს აწყობდა ღაიმი და 7-დან წყნარად დაშორდნენ ერთმანეთს. ეს არის ამ ტურნირის ყველაზე დასანანი პარტია. ნოდარს დიდოსტატთან ერთ სვლაში ჰქონდა მოგებული 1-1 უნდა ჩაეწია და თავდებოდა ყველაფერი, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება სამწუხაროდ ეს გამარჯვება გავუშვით ხელიდან. ესე იგი, C დივიზიონში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი წარმომადგენლით. თული დრო შაფრიალებს. C დივიზიონის წამოღება გვინდა, ჩემპიონობა გვინდა C დივიზიონში. B დივიზიონში ზურაც ჩემპიონობისთვის იბრძვის და შოთაც ჩემპიონობისთვის იბრძვის და თორნიკეთ ჩემპიონობისთვის იბრძვის. B-ში საპრიზოებს უმიზნებთ. მეც ვაპირებ, რომ ბოლო ტურები კარგად ვითამაშო და რაღაცა რეიტინგი ავწიო. გოლები გამოვასწოროთ კატინიმო. ნოდარსაც ასევე კარგი შანსი აქვს, რომ აქვს ჯერ კიდე შანსი, რომ კარგი პოზიტიური შედეგი დააფიქსიროს, რეიტინგი მოიმატოს. უამრავი შეტყობინება მომდის. ეხა ბუდუს 3 მაისური გაათამაშეო, 4 გაათამაშეო, 4 გოლი გვინდაო, ისაო, ესაო. ეხა მარაგში დამრჩა, მე მგონი 2 მაისური. ამიტომ ერთს ამ ვიდეოში გავათამაშებ. პლუს კროკოშოპის ვაუჩერებით მოყვება. მშვენიერი პრიზები. გამარჯვებულს გამოვავლენ ან უჯარი მოდში, ან პირდაპირვე მიგი კომენტარებთ, რომ რენდომაიზერმა აგირჩიათ. აქ დავასრულოთ ჩვენი ვლოგის პირველი ნაწილი. არხი გამოიწერეთ. ზარის ღილაკი ჩართეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ეს ძალიან დაგვეხმარება. მადლობა კროკოს, რომ ჩვენს გვერდით არის და გვეხმარება ყველანაირი იდეის განხორციელებაში და შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით ბლიცით. ოლალა. შეუვარდებით ბლიცს. აბა თქვენიცით. და კლასიკშიც არ ვაპირებთ არაფრის დათმობას, ჯერ ყველაფერი წინ არის. დაგველოდეთ.